მოგესალმებით მეგობრებო. კამერა ვერ გადმოსცემს ამ აქვამარინების ფერის სილამაზეს, რომელთაც ახლა ეკრანზე ხედავთ. ესაა უნაზესი გაცრეცილი ლაჟვარდისფერი, რომელიც იმდენად თვითკმარია, რომ დეკორატიული ფურნიტურით გაზავებას დიდად არც მოითხოვს. ამიტომ გადავწყვიტე მინიმალური რაოდენობის დამატებითი ელემენტები გამოვიყენო. აუცილებელი მასალებიდან მექნება: საიუველირო ტროსი, კარაბინის ტიპის შესაკრავი, ტროსის დამჭერები და ტროსის დამცავები, რომლებიც შესაკრავთან მიმდებარედ თავსდებიან როგორც წესი. დამჭირდება რამოდენიმე რგოლი ამ შეკვრებიდან და სიფრიფანა მძივის ქუდები ქვებისთვის. ქვების გამყოფებად შევარჩიე ეს წვრილი ბისერი, რომელიც ტონალობით იდეალურად მიესადაგება აქვამარინებს. ასე რომ დეკორი მინიმალურია, მხოლოდ მძივის ქუდები და ბისერი. კომპოზიციასა და დიზაინზე ამჯერად ფიქრი და გონების დაძაბვა არ დამჭირვებია, რადგან ნაკეთობა, რომელსაც მზასახით სულ რამოდენიმე წამში იხილავთ, აქვამარინების ფორმით, ზომით და ფერით არის ნაკარნახევი. მაშ ასე მეგობრებო, თქვენს წინაშე თავს იწონებს კლასიკური სტილის სამკაული, რომელიც აერთიანებს ორ ყელსაბამს, ერთად კომპლექტში ტარებისთვის. მომიხდა ქვების რაოდენობის იმგვარად გამოთვლა, რომ ყელსაბამის რიგები ერთმანეთს პარალელურად გაყოლოდნენ და არ გადახლართულიყვნენ. სამკაული ძალიან ლამაზად მომრგვალებულად დგება ყელთან. ვფიქრობ მეთანხმებით, რომ ამ ქვების სილამაზის და სინაზის წარმოსაჩენად ერთი რიგი საკმარისი არ იქნებოდა. ადამიანის მზერის არეში ყელსაბამი და საყურე ერთდროულად ხვდება, ამიტომ კარგია, როცა ყელსაბამს კომპლექტში საყურეც მოყვება. ეს საყურეები რგოლებისგან აწყობილი ძეწყვებით, რომელთა ცენტრშიც პატარა აჟურული ბურთულაკებია, ხოლო ბოლოში აქვამარინის ქვები ჩვენი ყელსაბამის განუყრელი მეგზურები ხდებიან. ამრიგად, ეს მცირე ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. შემდეგ მიმოხილვამდე გემშვიდობებით და შეგახსენებთ, რომ აღწერილობაში იხილავთ ბმულს პლეილისტზე, რომელშიც ყველა მიმოხილვაა თავმოყრილი. გამეხარდება თუ გახდებით ამ არხის ხელმომწერები.